აჭარის განათლების სამინისტრომ უწყების 2013 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტების გამგებლები, არასამთავრობო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული პრობლემების განიხილეს და მომავალი წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს. საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სკოლების შესაბამისი ინვენტარის აღჭურვა და სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა მომავალი წლის განათლების სფეროს პრიორიტეტებს წარმოადგენს. კულტურისა და სპორტის სფეროს მთავარი მიმართულება კი ხელოვნების განვითარებისათვის ხელშეწყობა და სპორტული ბაზების მოწყობა იქნება. შეხვედრის მიზანი აღნიშნულ სფეროებში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივად დაგეგმვა და სხვადასხვა პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაა. გავეცანით ახლოს იმ ღონისძიებებს, რაც დაგეგმილია სამინისტროს მხრიდან. სიახლეა აუცილებლად და გასათვალისწინებელია ეს ფაქტი, რომ ახალი პროგრამები მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაციის, სკოლების უზრუნველყოფის, სახელმძღვანელოებით და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის საკითხებში და ჩვენაც აქტიურად ვიქნებით ჩვენი მხრიდან ჩართულები. საზოგადოებრივ ორგანიზაციები გეგმავთქომ, რომ წარმოადგინოთ შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება რომ გაუმჯობესდეს განათლების სამინისტროს პრიორიტეტები, სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კულტურა თუ განათლების სფერო. გამიჩნული არის სფეროები, რომელსაც ეფექტურირებს ჩვენი სამინისტროს ამავე დროს მუნიციპალიტეტები. ჩვენ სრული გქონდა რომ ერთი ინფორმაცია მიგეწოდებია საზოგადოებისათვის ზოგადად როგორ ვახორციელებთ იმ პრობლემებს. ამავე დროს კიდევ ერთხელ ხაზი გაგვესვა იმ პრობლემებისათვის, რაც არსებობს და ვესაუბრა ამ პრობლემათა გადაჭრის გზებზე და ამავე დროს აი ესეთ უშუალო რეჟიმში ხშირ შემთხვევაში ვგებულობთ იმ პოზიტიურ რას, რომელსაც გავითვალისწინებთ ალბათ მომავალი პროგრამების გამოკვეთის დროს.